მე ყველაზე ისე ბავშვობიდან კარგ მოგონებად მახსენდება დედა ჩემი ფორტეპიანოსთან და მე რომ მღერი. როდის გადავწყვიტე არ მახსოვს, მაგრამ სულ ვიცოდი რომ მინდოდა რომ მემღერა და მუსიკაში ყოფილიყავი. სულ ვიცოდი. უცებრო ყურადღება ჩემკენ მოექცა. ამან ძალიან რაღაცნაირ მდგომარეობაში ჩამაყენა და თითქოს გავურბოდი. ეხლა რა ეტაპზე ხარ? შემოქმედებით და ჩემი მუსიკალური ცხოვრება შემოიფარგლება იმით, რომ ჩემ ოთახში მღერი ვწერ სიმღერებს და მეცადინეობ. მეშინია რომ მე თავისუფალი, ჩემი ქვეყანა თავისუფალი არ იქნება. გარემო რომელშიც ცხოვრობ თავისუფალი არ იქნება. მეშინია რა თქმა უნდა. წლების წინ ვიგზავნი რომ აკრძალული ვარ სახელმწიფო ღონისძიებებიდან მეც არ მაგანაირი სურვილი რომ რაღაც ისეთ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა, სადაც პირდაპირ ვილინკები რომელიმე პარტიასთან და რომელიმე პარტიის რაღაცა ის ვარ ქომაგი. რაღაცა პრობლემები რა თქმა უნდა მქონდა მენტალურიც, ფიზიკურიც წლებთან ერთად და უბრალოდ რაღაც დრო არის საჭირო, უნდა დაველოდო, ვის უთქვა და ვიცი რომ კარგად ვიქნებ. მარინა მიცნობს და შესაბამისად მიხვდა როგორ მომდგომა და მიმიყვანა სტუდიაში მაჩვენა ბავშვები, მომასმენინა და პროცესში რამდენჯერმე რომ მივედით, პროცესში მივხვდი რომ თურმე ძალიან ბევრი დამგროვებია გასაზიარებელი, რაც მთელი გულის და სიხარულით შემიძლია რომ გავაზიარო. გამარჯობა. დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის ადამიანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მთელმა ქვეყანამ ერთ-ერთი მუსიკალური პროექტით გავიცანით. ამ მუსიკალურ პროექტში მოხდა ისე, რომ მის მიერ შესრულებულ სიმღერებს მეორე დღეს უკვე მთელი ქვეყანა ან თავად ასრულებდა, ან მის მიერ ნამღერ სიმღერებს უსმენდით. თუმცა ეს პროექტი მისი ცხოვრების ერთი პატარა ამბავია და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ჩვენთვის ბევრი საინტერესო რამ აქვს მოსაყოლი. მოკლედ, დღევანდელი ჩემი გადაცემის სტუმარი არის უსაყვარლესი, ულამაზესი, ძალიან სწორი და ნამდვილი ადამიანი, სოფო ათილაშვილი. ძალიან დიდი მადლობა. ხო, ეგ რა ძალიან საინტერესოდ აღნიშნე, რომ რაღაც საიდანაც ბევრმა გამიცნო, სინამდვილეში ძალიან პატარა მონაკვეთი არის ჩემი ცხოვრების და მაგიდან ბევრი წელი გავიდა ძალიან. კი, რამდენი წელი გავიდა? ეხლა 2026, 2018-დან რამდენი გავიდა? ეს 8 წელი. და რა მალე გავიდა, ხო? ეს ძალიან. ხო რა, თან რაღაც პერიოდები არის, რასაც ვიწყებ და შესაბამისად სწრაფად იმაშვება. მაგრამ ეს ის პერიოდია, რომელიც ხა არ დაგავიწყდება, მაგრამ ის მერე პერიოდი დაგავიწყდა უცე. ხო, არის რაღაც პერიოდები, რაც საერთოდ აი ძალიან ისე მახსოვს რა. არ მახსოვს თითქოს. ხო, მე მაინტერესებს დავიწყოთ შენი ამბების მოყოლა სულ თავიდან, ბავშვობიდან. აი როგორ იყო შენი ბავშვობა? როგორ გარემოში იზრდებოდი? ცელქად, არაადეკვატური ქცევით და რაღაცა პატარ-პატარა შინაგანი პროტესტებით, რომელიც მე გადაიზრდებოდა ხოლმე რაღაცა კონფლიქტებში, ეგეთი რამ. ვისთან ქონდა ხოლმე კონფლიქტები? ყველა პრობლემა ყველასთან. ოჯახის წევრებთან? მათ შორის ყველასთან. ხო. როგორ რეაგირებდნენ მე მშობლები, აი მშობლებზე მომიყევი? მკაცრები საკმაოდ და რაღაც დისციპლინას ითხოვდნენ. რაღაც ჩარჩოები არსებობდა, რაც უნდა დამეცვა. ხანდახან ვცდილობდი და გამომდიოდა, ხანდახან ვცდილობდი და არ გამომდიოდა, ხანდახან არ ვცდილობდი საერთოდ. ეს პროტესტები მაგით ხო არ ქონდა? მე კაცრები რაღაცებს არ ვეთანხმებოდი ხოლმე. ბავშვობიდან და მე ყველაზე ისე ბავშვობიდან კარგ მოგონებად მახსენდება დედა ჩემი ფორტეპიანოსთან და მე რომ მღერი და ცოტა ხნის წინ გადავხედე რაღაც ვიდეოებს ძველს და 3 წლის ვარ დედა ჩემი უკრავს მე ვმღერი და ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები შემახსენა მაგ ბავშვობამ საერთოდ და მაგ შეგრძნებად, მაგრამ ეხლა მაგ ეგ განცდა რომ თითქოს აი ამდენი წლის მერე, რამდენი წელი გავიდა მაგედან. პირველად ვარ შეგრძნებებით იმ ბავშვთან ახლოს რა, ეგრე ახლოს. შეგრძნებები გამახსენდა და თითქოს რაღაც პარალელი რო გავალე ეხლა რაღაცებს როგორ უყურებ, ძალიან ახლოს არის ის პატარა ბავშვი როგორ უყურებდა გარესამყაროს მაგასთან. ესე იგი საინტერესო ეტაპზე ხარ ეხლა? ძალიან. და ბავშვობა ძირთადად უფრო გულწრფელობასთან არის დაკავშირებული რაღაცა ძალიან სილაღესთან, თავისუფლებასთან. ალბათ უფრო ეხა მაგას გრძნობ, რომ ეხა იმაზე მეტად ჩემი თავი ვარ, ვიდრე აქამდე მიგრძვნია რა. შეიძლება მცდარი არის, შეიძლება არა, მაგრამ ეგრე გრძნობ რა. ხო, ანუ 3 წლის ასაკში უკვე მღეროდი. ხო, დედა არის მუსიკოსი. აჰა. და განათლებით. არის ვოკალისტი და დედა ჩემს ჰქონდა დიდი სურვილი, რომ ჩემთვის ესწავლებინა ყველაფერი, რაც იცოდა მან და ბავშვობიდან რაღაც საბავშვო სიმღერებს მასწავლიდა ხოლმე. და როდის მიხვდი, რომ უკვე ეს არ იყო მარტო ჰობი, გატაცება, პროფესიად უნდა გექცია სიმღერა? აი, არ მახსოვს. იმდენად ძალიან, აი, რავი რა, ძალიან ბავშვობ
სულ იცოდი რომ უნდა გემღერა. როდის გადავწყვიტე არ მახსოვს, მაგრამ სულ ვიცოდი რომ მინდოდა რომ მემღერა და მუსიკაში ყოფილიყავი, სულ ვიცოდი. კიდე რა იცოდი და რაზე ფიქრობდი ხოლმე პატარა რო იყავი? ეგრე დაზუსტებით ბევრი არაფერი ალბათ. სხვა პროფესიაზე არასდროს არ გიფიქრია. ძალიან რაღაც მაინტერესებოდა, ეხაც მაინტერესებს, მაგრამ ნუ აი პროფესია სულ იყო რომ ვიცოდი რომ მუსიკოსობა მინდოდა და მომღერლობა მინდოდა. და ბავშვობიდან რაღაც ძველ დღიურების წერა ძალიან მიყვარდა ხოლმე და იქ წერდი რომ ალბომი მინდა რომ ჩავწერო, ეს მინდა, ის მინდა. არც მე მგონი საერთოდ წარმოდგენაც არ მქონდა რა არის ალბომი და რაღაცებს რაზეც წერდი არ ვიცი რა წარმოდგენა მქონდა მაშინ. მაგრამ ფაქტია რომ რაღაცები თვალსა და ხელს შუა ბევრი წლის მერე რაღაცები გამით, მათ შორის ალბომი, რომელიც თუნდაც ძალიან ვამაყობ, იმიტომ რომ ყველაზე ძალიან რაც მიყვარს მაგ ყველაფერს მოვუყარეთ თავი და 2024-ში გამოვშვით ეგ ალბომი, სადაც ჩემი დაწერილი სიმღერებია და აი მთელი ჩემი სული არის რა მაგ სიმღერებში. კი, ეგ იყო რაც მინდოდა რომ ექნა. სათქმელი მეთქვა ჩემი სათქმელი მეთქვა მუსიკით. როგორი სტილის მუსიკა არის შენი მუსიკა? როკ-ენ-როლი არის რა. რაღაცა ალბათ იმ ყველაფრის გავლენით, რაც წლების განმავლობაში მისმენია და იმ არტისტების გავლენით, ვინც მინდა არ მინდა გავლენით, ვინც მომწონდა და ყურში მქონდა რა. მაინც ვინ იყო გამორჩეული? ძალიან ცნობილი ბენდები, მათ შორის Nirvana, Kurt Cobain, მოგვიანებით Chris Cornell, რო აღმოვაჩინე გავგიჟდი, Alanis Morissette და შემდეგ და შემდეგ. როგორ მოხვდი მხოლოდ ქართულში? ვისი რეკომენდაციით? ჩემი მაშინდელი მასწავლებლის რეკომენდაციით, რომელმაც ნახა, მე მგონი რეკლამა. მეც მქონდა ეგ რეკლამა ნანახი. მოკლედ ეგ არის ის პერიოდი, როცა აბიტურიენტი ვარ, ანუ ჩაბარებული მაქვს ახალი რაღაც ეგ პერიოდი არის და მოკლედ იმდენად ამ აბიტურიენტობის წელს გადავეშვი მთლიანად მეცადინეობისკენ, რომ საერთოდ მივხვდი, რომ რაღაც მომენტში მივხვდი, რომ ბოლოს მუსიკას როდის დავუთმედ, რომ არ მახსოვს რა. და ანუ აი რაღაცა რო კტანჯავს, გაწუხებს და ვერსად ვერ მიგაგ და ვერც ხვდები რა ხდება და მე რო აღმოჩნდა რომ მუსიკა გაკლია რა, მუსიკაში ყოფნა გაკლია. და მაშინ მახსოვს რომ მივედი სტუდიაში, სადაც იქამდე წლების წინ დავდიოდი და მე შევწყვიტე და მახსოვს რომ იქ რო დავიწყე სიარული და სიმღერების სიმღერა, მაშინ ჩემმა მასწავლებელმა მითხრა რომ ეგეთი პროექტი იწყება. მეც მქონდა ეგ რეკლამა ნანახი, მაგრამ არც კი ჩამithვლია რომ შესაბამისი კანდიდატი ვარ, იმიტომ რომ აი მაგიტომ მაინტერესებს. ქართულად არ უმღეროდი რა. ხო, რაც ეხა შენ ჩამოთვალე. არ უმღეროდი. საერთოდ არ აი თავიდან ბოლომდე რამე ერთი ქართული სიმღერა, ვერ არც ტექსტი არც არ ვიცოდი რა. ხო და ზუსტად ეხა კი ვერ ვიხსენებ რა მიმიყვანა. ალბათ უფრო იცი რა იყო, ინტერესი იყო რომ საერთოდ ძალიან მაინტერესებს ხოლმე რაღაც ისეთი რაღაცების აღმოჩენა ჩემს სფეროში, სადაც ან საკმარისი ცოდნა არ მაქვს, ან რაღაც გამოცდილება არ მქონია და რაღაც ეგეთ რაღაცებს რო ეჭიდებ, მე შენც იზდები და საინტერესოა რა. გამოწვევები. ხო. ხო და რაღაც ეგრე შევხედე, თან გავიგე რომ ცოცხალი ბენდი იქნებოდა, რაც იმ პერიოდში მე მგონი არ იყო რა, უფრო რაღაც ფონოგრამაზე სიმღერა და რაღაც. ხო და რა ვიცოდი რომ ბენდი იქნებოდა და ცოცხლად რაღაც ცოცხალი პროცესი იქნებოდა, თითქოს მუსიკასთან ურთიერთობის დაბრუნება იქნებოდა ჩემ ცხოვრებაში და თითქოს ეგ ცოცხლად ეგ ამბავი ძალიან იდეა ძალიან მახარებდა და მომწონდა ეგეც რა. ხო და მოკლედ მივედი პრეკასტინგზე. დედაჩემს რო გამოვუცხადე, მახსოვს უთხარი რომ უნდა მივიღო მონაწილეობა, უთხარი რომ მხოლოდ ქართული რაღაცა და დედაჩემს ეგონა რომ ვხუმრობდი, მართლა ოღონდ. ეგონა რომ ვხუმრობდი, იმიტომ რომ ხო, როგორც გითხარი, საერთოდ არ მკითხა რომ აი კასტინგი ხო და რა უნდა იმღერო რა, ეგ მკითხები რომ იცოდა რომ ქართულად დავიმღერო. თვითონ აი ამ პროცესს როგორ შეაფასებდი? ეს უფრო შენთვის თავგადასავალი იყო თუ სტრესი? ზოგადად სტრესებთან ასოცირდება კასტინგები მსგავსი. ძალიან მარტო ფიზიკურადაც ძალიან სტრესი იყო, იმიტომ რომ რეჟიმი იყო სასწაულად რთული. ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს ეგ და ნუ სტრესთან აი რა თქმა უნდა დაკავშირებით. ეხლა რომ ვუყურებ ხოლმე რაღაც ძველ რაღაცეებს. მიფიქრია რომ ეხლა ამას ბევრად კარგად ვიზავდი და ბევრად სხვანაირად ვიზავდი. მაგრამ ხო იმ მოცემულობაში როცა კონკურსში ხარ და მცირე დრო გაქვს რომ
საერთოდ გაირკვა შინაარსზე სიმღერის, გაირკვა ტექსტში, მელოდიაში, შენ რა ხარ, ვინ ხარ ამ სიმღერაში. პროექტში შესრულებულ შენს სიმღერას, როდესაც ლაივში იმღერებდი, მეორე დღეს უკვე ყველა მღეროდა. ეგ იყო პირველად ეგ დავამღავე მესამე ლაივზე, როცა ვიმღერე სიმღერა და ჩემთვის შემდეგი მორიგი ტური იყო, რომელიც გადავლახე და აღმოჩნდა, რომ აი ტელევიზიაში მაშინაც რომ შევედი კაფეტერიაში მაგას უსმენდნენ, ტაქსშიც რო ჩავჯექი იქაც მაგას უსმენდნენ, სადღაც შევედი კიდე იქაც ეგ იყო ჩართული და რაღაც მაშინ ან ყველა მღეროდა, ყველა ბავშვმა დაიჭირა. ეგ მერე და მერე იყო, მაგრამ აი ეგ შთაბეჭდილება მახსოვს, რომ აი რაღაცა ხდება რა, რაც ჩემ კონტროლს არ ექვემდებარება. ეგ შეგრძნება მახსოვს, რომ აი ძალიან მოულოდნელი. გაგიკვირდა ეს ხო? ძალიან არ ველოდი. აი ნახე ზუსტად ესე იყო შენ შემთხვევაში, რომ მიხვედი პროექტში იმღერე ერთ-ერთ ტურში, იმღერე ჩვეულებრივ სიმღერა, წამოხვედი სახში, დაიძინე, გაიღვიძე და ძალიან ცნობილი ხარ. ზუსტად. რა ემოცია? ძალიან დაბნეული და დიდად რო გითხრა რომ მომეწონა ეგ არა. არ მოგეწონა. აი რაღაც გაურკვევლობის განცდა უფრო მახსენდება. ბავშვობიდან მიფიქრია, იმიტომ რომ ეგ გინდა არ გინდა გაანალიზებული გაქვს, რომ ის სფერო რომელშიც მინდა ყოფნა, რაღაც უკავშირდება იმის, რომ თუ ვიღაცებს მოეწონება შენი ნამღერი ან შენი დაწერილი სიმღერა, გიცნობენ, ფოტოს გადაღება მოუნდება ჩვენთან რაღაც ანუ მაგას თითქოს შეგუებული ხარ რა, რომ ეგ მაგარ ჩანს რო აკეთებ, ეგ იქნება. მაგრამ უცებ რო ხდები ცნობილი? ხო, უცებ რო ხდები და თავზე რო დაგეცემა ეგ მოულოდნელია ძალიან. თუმცა რაღაც მცირე გამოსილება მქონდა იქამდე, იმიტომ რომ იქამდე 3 წლით ადრე ვიყავი სხვა პროექტში. და მაშინ თითქოს პირველად დავტესტე, 15 წლის ვიყავი მაშინ და პირველად დავტესტე ეგ შეგრძნება რა. მაგრამ მაშინ მაინც არ ყოფილა ეგ რაღაც აი ეს ერთი წერტილი რო გასკდა ეგ რა მაშინაც არ ყოფილა და მაინც აღმოჩნდა რომ რაც არ უნდა თეორიულად გესმოდეს რომ შეიძლება რაღაცები მოყვეს მაინც მზად ვერ იქნები მაგისთვის სანამ არ გამოცდი და გაანალიზებდი დისკომფორტი ყველაზე დიდი რა მოგიტანა მაშინ მახსოვს რომ ძალიან მიყვარდა ხოლმე მეტროთი სიარული ავტობუსით სიარული და მახსოვს რომ აი უცებრო ყურადღება ჩემკენ მოექცა ამან ძალიან რაღაცნაირ მდგომარეობაში ჩამაყენა და თითქოს გავურბოდი ამ ყურადღების ცენტრში ყოფნა დიდად ის იყო რა უბრალოდ გინდა რომ ყურადღებას მიგეკეთე და როგორ მოქცეულიყავი ხო რეაგირებაში და ყველა გიყურებს და რაღაც უცნაურია რა ყველა რო გიყურებს ერთ დღესაც ხო და ეგ ის არის მაშინ მახსოვს რომ ვეღარ ჩავდიოდი ვერც მეტროში მაგის გამო რომ ვერ ვუმკლავდებოდი ემოციურად მაგას რომ ძალიან ბევრი თვალი მიყურებდა კარგი რა. ბავშვი პატარა ვიყავი მაშინაც. მაინც ანუ გავიდა 8 წელი მართლა რა. 8 წელი გავიდა და იმის მერე მაშინ უცებრო ეს იყო, ავარდნა რო იყო, მე ჩავარდნა მოყვა მაგას და ეგეც სხვა ეტაპი იყო საერთოდ და მივხვდი რომ უი ეს მაგანაც დაგაბნია ალბათ, ხო? დამაბნია და ვერ ხო რა ის არის მე ბევრი ფიქრი მოდის. თუ ცუდი პერიოდი დაგემთხვა, ცუდი ფიქრები მოგდის ძალიან ბევრი და ყველაფერ მაინც მიჩვევა. იმ დიდმა ყურადღებამაც, იმ აქტიურმა ცხოვრებამაც და მე პასიურში გადასვლაც არის და მე აღარ არის უცებ. ერთ დღესაც ხვდები რომ აღარ არის და ეხლა რა თქმა უნდა მაგასთან პრობლემა საერთოდ აღარ მაგდა. ხო, მე მაგნატელში ჩვენი რა თქმა უნდა, მაგრამ მაშინ ხო რაღაც ეტაპები არის ალბათ რასაც გადიხარ და როდესაც მხოლოდ ქართულის პერიოდში სცენაზე იდექი და მღეროდი. სიმღერებს, რომელიც შენთვის ახალი გამოწვევა იყო. აი მაგ დროს რას გრძნობდი? თავისუფლებას გრძნობდი? თუ პასუხისმგებლობა იყო უფრო? არ მახსოვს იცი? ისეთი ემოციით ასრულებ, რომ რაღაცა გქონდა აშკარად. რაც მახსოვს არის ის, რომ ცდილობდი, რომ ყველა სიმღერაში მომწონდა ის სიმღერა თუ არ მომწონდა, ჩელენჯი ეგ იყო, რომ ისე გამეკეთებინა, რომ იმ მომენტში მომწონებოდა, ან იმ მომენტში ჩემი რაღაც ნაწილი გამეტარებინა იმ სიმღერაში, ან ჩემი თავი დამენახა რამენაირად იმ სიმღერაში, რომ კონკურსი არის და დავალება გაქვს, რომ კონკურსში რომ მიდიხარ, მზად ხარ იმისთვის, რომ რაღაცას დაგავალებენ, რაც უნდა გააკეთო. და აი მაგ ყველაფერს როგორ მორგებოდი ისე, რომ თან ჩემი თავი ყოფილიყავი, აი ეგ პროცესი მახსოვს რა, ძებნა მახსოვს, ფრაზებში რაღაც ძებნა მახსოვს და კირკიტი მახსოვს რა. სათითაო ფრაზაში. ელოდი რო გაიმარჯვებდი. ფინალში უკვე ზუსტად გრძნობ მქონდა ეგ შეგრძნება რომ გავიმარჯვებდი. იქამდე ისეთი ის იყო, რომ მაინც ყველამ ვიცით, რომ რაღაც მიჩვეულები ვართ, რომ ხანდახან რაღაც სხვა რაღაცებზე არის დამოკიდებული ვიღაცების გამარჯვება არ გამარჯვების საკითხი და მე მაინც არ მომინდომებია რომ
მაგ პროექტში გამემარჯვა იმ ეგ თვალსაზრისით, მიზანი არ გქონდა კონკურსში რომ მიდიხარ მსგავსში თითქოს ეგ გინდა. ძალიან კაია, რა თქმა უნდა, კონკურსში რომ მიდიხარ გინდა რომ გაიმარჯვო, მაგრამ მაგალითად ერთხელაც არ დამიწერია რომ ეს არის ჩემი ნომერი და დამიმესიჯეთ თუ დამირეკეთ. ხო რა, სხვა რაღაცები იყო უფრო მუღამი ვიდრე გამარჯვება. იქ რომ მე რომ ფინალში მითხრეს რომ შენ მიდიხარ ბოსტონში, ბერკლიში ისწავლი, მანდ მოვიგე სინამდვილეში. ეგ იმდენად დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, რომ მე გამარჯვება კი მაგარი იყო, მაგრამ აი როცა შენი სახელი და გვარი გამოაცხადას, აქვთ ხოლმე რაღაცა განსაკუთრებული ემოციები, რომლებიც დიდი ხანი გაყვებათ, მაგრამ და სულ ახსოვთ პრინციპში. მახსოვს რომ იყო რაუ ემოციო გოგოა, რომ საერთოდ არ გახარებია იყო რა. მახსოვს ეგ. გამარჯვეს რომ გამოაცხადეს ჩემი სახელი და გვარი. ზოგადად, როდესაც სასურველ სცენაზე ხარ, სასურველ კონცერტზე ხარ და ასრულებ სიმღერას. აი მაგ დროს რას გრძნობ ხოლმე და იმ სიმღერას მღერი ხარ, რაც შენ მოგწონს და გიყვარს, თუნდაც შენს დაწერილს. ეგ შეგრძნება პირველად მქონდა ჩვენი ალბომი რო გამოვიდა და პირველი ლაივი რო მქონდა. სულ 3 ლაივი გავაკეთეთ. სადაც ეგ სიმღერები დავუკარით და პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს სრული თავისუფლება და ეგ შეგრძნება პირველად მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ აუდიტორიაც ბევრად ნაკლები იყო და ბევრად სხვანაირად იყო ყველაფერი. მან ვიგრძენი თურმე რა ბედნიერებაა, რომ იმას მხერი, რაც შენ გინდა, მთელი გულით და რაც შენი სათქმელი არის. თავისუფლების პოვნა ბევრგან შეგიძლია, ბევრ სიმღერას შეგიძლია, მაგრამ ეგ კიდე სხვანაირი შეგრძნება არის, როცა შენ როგორც არტისტი ისე გამოდიხარ და არა როგორც მომღერალი. აუდიტორიასაც მნიშვნელობა აქვს მაგ დროს ხარ როგორც არტისტისთვის. ძალიან. ეხლა რა ეტაპზე ხარ? შემოქმედებით და ჩემი მუსიკალური ცხოვრება შემოიფარგლება იმით, რომ ჩემ ოთახში მღერი ვწერ სიმღერებს და მეცადინეობ ამ ეტაპზე და თლიანი ყურადღებით ვარ გადართული თლიანად პროტესტში. კი, ნახე, რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს უთხარი, რომ შენ იქნებოდი ჩემი შემდეგი სტუმარი გადაცემაში და მან მითხრა ესეთი რაღაც, რომ სოფო არის ის გოგო, რომელსაც ყოველდღე ნახავ აქციაზე და სულ რო 5 ადამიანი იდგეს, მე-6 აუცილებლად იქნება სოფო და მოდის გიტარით. აი ამ ძალას სად პოვლობ, იმიტომ რომ საკმაოდ დიდი ხანი გაგრძელდა სამწუხაროდ ის, რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში. სად იპოვე ეს ძალა, რომ არასდროს არ დანებდი და შენ როგორც მოქალაქე პასუხისმგებლობას გრძნობ იმისას, რომ იყო იქ და არ გაჩერდე. ხან უიმედობის მომენტი ალბათ ყველას გქონია, მეც მათ შორის. მაგრამ აი ეხლა ყოველდღიურ პროტესტში დაბრუნების საწყისი იყო 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენები და მაშინ ეგ დღე რო დამთავრდა, მივხვდი, რომ ეხლა განსაკუთრებით პრობლემა შეგვექმნება ყველას იმედის თვალსაზრისით, მუხტის თვალსაზრისით, იმიტომ რომ ისე განვითარდა მოვლენები, როგორც განვითარდა და მაშინ თითქოს აი რაღაცა აინთო, რომ ეხლა განსაკუთრებით საჭიროა და მახსოვს, რომ 4 დაღამ და 5 გათენ და აი 5-დან მივაყოლე. მაგრამ მივხვდი, რომ განსაკუთრებით პროტესტს ეხლა ჭირდებოდა გამაგრება რა. აი მაინც რა იყო ყველაზე მეტად, რაც გახსოვს და რამაც გაგაბრაზა? იმდენი რაღაც, ან უსამართლოა. იმდენი რაღაც დაგროვდა, რომ ეგ სხვებისგანაც გამიგია, რომ იმდენი რაღაც გროვდება, რომ გავიწყდება საერთოდ საიდან დაიწყო. პირველად რაზე გაბრაზდი, ეგეც აღარ გახსოვს. მაგრამ ამ ყველაფერს საერთოდ წერტილი არის, რომ უსამართლობას ხედავ შენი თვალებით, უსამართლობას უყურებ შენი თვალებით და ხედავ სად მიდის ეს ყველაფერი რა. და გრძნობ მაგას და მაგას რომ მთელი სიცხადით გრძნობ, რომ ბევრჯერ მithქვამს, კვდება ქვეყანა და ანუ გრძნობ, რომ კვდება ქვეყანა. მაგას როცა აღიქვა, მე აღარ გამოდის, რომ ჩვეულებრივად როგორ უნდა გააგრძელო ცხოვრება, არ ვიცი, მართლა არ ვიცი, მე ვეღარ ხვდები, როგორ შემიძლია რაღაც ჩამოვაფარო ფარდა და დავივიწყო, რომ ეგ ხდება. მაშინ ამ არჩევანს რატო ვაკეთებ და აქ რატო ვცხოვრობ, ან რა რაღაც დიქტატურაში რატო წადი და რაღაც სხვა ქვეყანაში ეცადე, რომ დაიწყო ახალი ცხოვრება, ხო? ანუ თუ აქ ვრჩები თან ამ ქვეყანას ჩემ სამშობლოს ვეძახი,
მაშინ რაღაცას ვუყურებ, გრძნობ და ამის წინააღმდეგ რაღაცა ჩემი ხმა, შინაგანი ხმა, რომ მეუნება რაღაც არასწორად ხდება, სადღაც უნდა რაღაც უნდა გავაკეთო ამის წინააღმდეგ რა, როგორც რაღაც ყველა ერთმა მოქალაქემ. ამ პროტესტში ძალიან ბევრი ცდილობა იყო იმის, რომ ადამიანებს შეშინებოდათ, დაღლილიყვნენ, ხელი ჩაექნიათ. შიში ქონდა? რა თქმა უნდა. ძალიან. მაგრამ ხო შიში ერთი რომ შიში გაქვს და მეორე რომ სხვა რაღაცის შიში უფრო წონის მაგ შიშს. არავის არ უნდა არც ციხეში წასვლა და არც ჯარიმები, არც ყადაღები, არც შენ ოჯახის წევრს რომ დაემუქრონ, არც სამსახურიდან რომ გამოგაგდონ. ყველას ურჩევნია რომ იყოს კომფორტულად, წარმატებული კარიერით, ყველა ჯანმრთელად და კარგად ყავდეს, მაგრამ მეორე მხარეს არის სასწორზე ის, რომ თუ კი რამე ღირებული, აი ისევ ბავშვებს რომ დაუბრუნდეთ, თუ კი ბავშვობაში რაღაცებზე მიოცნებია, რომ თავისუფალ გარემოში მინდა ცხოვრება, ბევრნაირი ადამიანი, სადაც ყველას ადგილი არის, რაღაცა შემიძლია რომ თავისუფლად გამოვხატო ჩემი აზრი და ამავდროულად მაგ თუ ხვდები რომ ეგ შეიძლება ისე დაკარგო რომ ან აღარასდროს და ან კაი ხანი აღარ ისე მოკვდა რომ ეგ აღარ ქონდეს მე რა თქმა უნდა მაგის შიში წონის რომ მეშინია რომ მე თავისუფალი ჩემი ქვეყანა თავისუფალი არ იქნება გარემო რომელშიც ცხოვრობ თავისუფალი არ იქნება მეშინია რა თქმა უნდა ხშირად პოულობენ ხოლმე მაგ დროს ძალიან ცუდი გამოსავალი ამე ასე მგონია მაგრამ გამოსავალს იმისას რომ წავიდნენ ქვეყნიდან ამაზე გიფიქრია წასვლაზე რა თქმა უნდა ძალიან ბევრჯერ ბოლოს ისიც მახსოვს რომ აი ძალიან უკვე გზა გასაყარზე ვიყავი რომ გავარკვიე რაღაცები სად მინდოდა როგორ მინდოდა რანაირად მინდოდა რომ წავსულიყავი და აი ის რო ხარ რა ვერ ხვდები იმიტომ რომ ჩემი თავის დანახვა ძალიან მიჭირდა ერთგანაც და მეორეგანაც ხო და ბოლოს მახსოვს რომ ეს ყველაფერი რომ გავარკვიე რომ უნდა წავიდე ისე გამოდი რომ ვერ ვქენი რა და ვერ თუ არ მაშინ უფრო ვერ ეხლა არ ეხლა ზუსტად ვიცი რომ ვერც და არც მაგრამ მაშინ ვერ ვქენი და ეხლა რა იყო ეტაპი როცა ვუყურებდი ადამიანებს რომ აი ერთად რო ვდგავართ მიყავთ ტროტუარზე დგომის გამო და იჭერენ გვერდზე რო ვდგავართ ერთნაირად ვდგავართ არც სხვაებს არ ვაკეთებთ უბრალოდ ვდგავართ რა ან ვლაპარაკობთ რაღაც შენ მეგობარს იჭერენ და ხო როგორ გონია ამის გამო იმიტომ რომ შენ ასეთი ხისტის პოზიცია გაქვს როგორც შემოქმედებით ნაწილში ბევრ რაღაცაში იგრძენი რომ თქვათ არ გაგითვალისწინეს ან არ მოხდა რაღაცები დაკარგე მოკლედ ამის გამო ჩემს სფეროში ხო მე ანუ წლების წინ ვიგრძენი რომ აკრძალული ვარ სახელმწიფო ღონისძიებებიდან მეც არ მაგან ერთ სურვილი რომ რაღაც ისეთ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა სადაც პირდაპირ ლინკები რომელიმე პარტიასთან და რომელიმე პარტიის რაღაცა ის ვარ კომაგი თუ მithumetes ანუ ამათთან რეჟიმის მუსიკოსობა საერთოდ არ ჯდება ჩემ გეგმებში ევროვიზიაზე გქონდა მცდელობა როგორც მახსოვს ხო გასვლის როდის იყო ეგ რამდენიმე წლის წინ ბრიტანეთში უნდა ყოფილიყო მაშინ მქონდა მცდელობა ძალიან მინდოდა რაღაცა მაშინაც ეს პროტესტის ამბები იყო და რაღაც თითქოს აი ხო არის რომ შანს ხედავ რომ შენი საქმით შეძლო ის რომ რაღაც ცოტა უფრო დიდ აუდიტორიასთან გაიტანო ქვეყნის სათქმელი და მაშინ მეგონა რომ აი ძალიან კაი შანსი შეიძლება იყოს რომ ვთქვათ რომ ვიბრძვით ვთქვათ რომ რაღაცები ხო ბევრი რაღაც გულწრფელად გეგონა რომ გაგიშვებდნენ გულწრფელად მეგონა რომ შემეძლო იქამდე მეცა და სანამ არ დავწმუნდებოდი რომ არ გამოდის. და ეს იმედგაცრუება იყო მერე. გარკვეულწილად იმედგაცრუება იყო, კი. იმედგაცრუება ბევრჯერ გქონია კარიერულ თვალსაზრისთან მხოლოდ ეგ ყველას ქონია იმედგაცრუება ეს არის. იმედგაცრუებების ხო უფრო ადამიანები ხედავენ იმას რა მოიგე ან რაში რამდენი წარმატება გაქვს, მაგრამ მაგ ყველა წარმატების და მოგების უკან ბევრად მეტი ფეილი არის და ბევრად მეტი იმედგაცრუება არის რა. უბრალოდ ის წარმატებები არ მოდის ისე თუ ეგ წარუმატებლობები არ გაიარე. გზრდის. ესეც არის რა.
ხო, უნდა რაღაცნაირად ალბათ, რასაც მივხვდი ის არის, რომ უნდა იპოვო გზა, როგორ დაუმეგობრდე ფეილებსაც, რაღაცებს რაც შეგეშალა, რაღაცებს რაც არის ყავი მაინც და მაინც კარგი, ან უბრალოდ ისე მოხდა, რომ ვერ გამოვიდა. ხო, გაკვეთილად გამოყენება არის ალბათ საუკეთესო გამოსავალი თუ გინდა რომ წინ წახვიდე. საკუთარი შეცდომებისაც მაშინ და ხო, შეცდომების უფრო. არის რამე რასაც ნანობ? პროფესიულად? არა, ზოგადად. არ ვიცი. ნანობ არ მაქვს ხა ეგეთი განცდა რომ რამეს ნანობ. ცუდად რო ხარ, ყველაზე მეტად რა გეხმარება? მუსიკა. მუსიკა გეხმარება? მუსიკა არის რაც რომსმენ თუ რომღერი? გააჩნია როგორ რა განხრით ცუდად ვარ. ზოგჯერ არის რომ უბრალოდ მოსმენა მინდა და შეიძლება რომ სანამ კურსასმენები არ დაჯდება იქამდე. უსმენ რაღაცა პრობლემები რა თქმა უნდა მქონდა მენტალურიც, ფიზიკურიც წლებთან ერთად და როგორ დაძლია მე? არ ვიცი, როგორ დავძლია. დიდხნიანი იყო ეს თუნდაც მენტალური პრობლემები? მენტალური პრობლემები გააჩნდა მალევე ჩემი რაღაც გამოჩენიდან. და მე ხან სახე იცვალა, ხან რაღაცები დაიმატა, ხან რაღაცები გამოაკლდა და ეხლა რაღაცები რაც არის თითქოს რაღაცებთან გამკლავების მეთოდებს მივაგენი. მინიმუმ ის მაინც ვიცი, რომ რაღაც შფოთვა რო დაგემართება, არაფერი საშიში არ არის ამაში. აი რა ფორმით გემართება? შფოთვითი შეტევები ჩვეულებრივად როგორც ძალიან ბევრს, ძალიან ჩვეულებრივად, რომელიც დიდხანს არ გრძელდება, მაგრამ თავარია რომ მაგ დროს იცოდე უბრალოდ რომ არ კვდები, არაფერი არ გემართება, ისეთი, ანუ სიცოცხლეთვის საშიში არაფერი არ არის, უბრალოდ უნდა ისუნთქო და ნუ რაღაც შეიძლება წყალი დაგეხმაროს და არის რაღაცა ტექნიკები, რითიც შეგიძლია რომ მაგას გაუმკლავ. ეგ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირს. რაღაც პერიოდი ადრე ყოველდღე მემართებოდა და დღეში რამდენჯერმეც და მაშინ ძალიან შევწუხდი ამით რა. იმდენად აი რაღაც სადღაც იხარ ან მიდიხარ, უცებ რაღაც ეს ეთექი გემართება და ძალიან შევწუხდი რაღაც დროს ვკურნალობდი კიდეც და მე თითქოს მინელდა ისე გადიოდა თვეები რომ საერთოდ არც გამხსენებია რომ ამ მსგავსი პრობლემა იქამდე მაწუხებდა. ეხლა პერიოდულად არის ხოლმე რომ აბრუნებს, მაგრამ ისეთი არაფერი მიჩვეული ვარ. რამე პროვოცირებას რამე უკეთებს კონკრეტული ფაქტები თუ საიდან რაღაცებს მის მიგნება შემიძლია რომ აი რაღაცამ დააპროვოცირა. რაღაცა ფიქრმა დააპროვოცირა ან რაღაცა შემთხვევით დააპროვოცირა, მაგრამ რაღაცებს ვერ ხვდები ხოლმე გამომეპარება მხედველობის არიდან და ვერ ხვდები ხოლმე რამ განაპირობა ისეთი კი. თავი ხოლმე ვიცოდე რომ თუ სხვებიც არიან ჩემთან ერთად, ისინი მშვიდად არიან რომ არაფერი საშიში არ ხდება და ეგ როცა ვიცი ხოლმე რომ იმათ აქვთ ინფორმაცია და არაფერი საშიში არ ხდება, მე ბევრად ვიცი რომ უბრალოდ რაღაც დრო არის საჭირო, უნდა დაველოდო, ვისუნთქო და ვიცი რომ კარგად ვიქნებ. 10 წლის უკან რო წავიდეთ ახლა ჩვენ შენი თავი გაიხსენე 10 წლის წინ. ანუ 16 წლის როცა ვიყავ. ერთი წუთი გაქვს შესაძლებლობა იმის, რომ შეხვდე საკუთარ თავს. უკვე გავლილი გაქვს ის ყველაფერი, რაც გაიარე ამ 10 წლის განმავლობაში. რა იქნებოდა მთავარი რჩევა, ან რას ეტყოდი საკუთარ თავს? მახსოვს პირველად, რომ მივხვდი, რომ ვუყურებდი ჩემ რაღაც ვიდეოს, მომიდა ძალიან მომიდა, რომ ჩავხუტებოდი რა, იმიტომ რომ გამახსენდა სად იყო საერთოდ რებზე ფიქრობდა, რეები აწუხებდა, რეები ადარდებდა და ეგ პერიოდი და მე რო გამახსენდა რაღაცეები, რასაც გამოივლიდა, აი ეგ მახსოვს, რომ თითქოს დავუმეგობრდი ჩემ წარსულ ვერსიებსაც რა. და ეგ მიმღეობა საკუთარი თავის ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი არის. რაღაცნაირად შეძლო და მიიღო შენი თავი სხვადასხვა ეტაპებზე, ვინც იყავ იმისთვის, რომ მე მშვიდად იგრძნო თავი. და რა გეგმები გაქვს უახლოეს? ეხლა რაც ძალიან მახალისებს და მახარებს არის ეგეთი ამბავი, რომ ვიწყებ მოსწავლეების აყვანას. და ისე მაინტერესებს მე თვითონაც. რაღაცებზე რომ ვფიქრობ და წარმოდგენდი და კონცეფციაზე რომ ვფიქრობდი, როგორ უნდა ვქნა ეგ და რა არის ჩემი მიზანი ამ ყველაფერში. ძალიან რაღაცა სხვა რაღაცები აინთო კიდე შიგნიდან და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ აი ზუსტად რა მაგას რომ მივაბად წინა თემას 16 წლის ჩემ თავს რას ვეტყოდი. ეხლა მაქვს საშუალება რომ თინეიჯერებს, რომლებიც ყველს გაგვულია ეგ პერიოდი და დაახლოებით ხვდებით რა პრობლემებთან შეიძლება გქონდეს შეხება.
მათ შემიძლია რომ დავეხმარო თავიანთი ხმის პოვნაში, თავიანთ ხმაზე მუშაობაში, თავიანთ ხმასთან დამეგობრებაში, რაღაც სისუსტეთან დამეგობრებაშიც მათ შორის. და ეგ არის ეხლა რასაც ვაპირებ. ამას დამოუკიდებლად იწყებ თუ რამე სტუდიასთან? ანაბანას სტუდიაში, სადაც მარინამ დამპატიჟა რამდენჯერმე და ხო რომ შემომთავაზა თავიდან ისე ვიყავი მოსწავლეების აყვანაზე, რომ რა თქმა უნდა, სულ მქონდა ეს განცდა, რომ ნეტა თუ შემიძლია ან რაღაც სამომავლოდ რა არის ის მომავალი, სადაც ეგ შემიძლია. მაგრამ ხო ესე ეხა რომ მზად ვარ, ეგ გადაწყვეტილი, ძალიან რთულია რომ გადაწყვეტო. ალბათ მარინა მიცნობს და შესაბამისად მიხვდა როგორ მომდგომოდა მიმიყვანა სტუდიაში მაჩვენა ბავშვები, მომასმენინა და პროცესში რამდენჯერმე რომ მივედი, პროცესში მივხვდი რომ თურმე ძალიან ბევრი დამგროვებია გასაზიარებელი, რაც მთელი გულით და სიხარულით შემიძლია რომ გავაზიარო. რა ასაკის ბავშვები იქნება? 13-დან 18 წლამდე ბავშვები იქნებიან ამ ეტაპზე ახლა. სოფო, მე შენთვის მაქვს ერთი პატარა საჩუქარი. ესეთი მანა სკარფ არის ესეთი ქართული ბრენდი, რომელიც ძალიან საინტერესო აქსესუარებს ამზადებს და სპეციალურად შენთვის გამომატანა. ნახე, შენთვის გახსენი. შემიძლია რომ ეხლა გახსენი. მგონია რომ ზუსტად ის შეგირჩიეს, რაც მოგეწონება წესით და გამოიყენებ კიდეც. ხელის, ხო? ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია. რა მიზნები გაქვს ახლა, რომელიც გინდა რომ აუცილებლად განხორციელებული გქონდეს მომავალში, რასაც გინდა რომ მიაღწიო? პირველი რაც თავში მომდის არის ის, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და თავისუფლება ვიზე იმას და გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში. ეგ არის პირველი და ყველაზე მთავარია რომ თავისუფალი გარემო შევქმნათ, ვიშრომოთ ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ ამისთვის და ჩვენი გასაკეთებელი და დანარჩენი ყველაფერი რაც მომინდება გავაკეთებ ისედაც. თუ მომინდება ვიმღერებ, თუ მომინდება სიმღერას დავწერ და მივხედავ ჩემს საქმეს. მთავარია რომ ის ეხა რა პრობლემის წინაშეც ვდგავართ, ეს გადაწყდეს სასიკეთოდ, ჩვენ სასიკეთოდ. მადლობა ძალიან დიდი. მადლობა.